საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. ბარტას საქართველოში უკვე 6 წლიანი ისტორია აქვს და მისი მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ბარტა, რომელ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და რა ფორმით გაიმართება წელს კონკურსი ჩვენ სტუმრებთან საქართველოს ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ეკატერინე მიქაბაძესთან და მსოფლიო ბანკის უფროს კონსულტანტთან მართვის სფეროში ირინა გორდელაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე უკვე აღნიშნე, რომ ბარტას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ახლობთ 6 წელია, თუ სწორად გვახსოვს. და მისი მთავარი მიზანი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით კომპანიებისთვის გარკვეულწილად მეტი აქტივობის მიცემის შესაძლებლობა. მაგრამ საინტერესოა თქვენი გადმოსახედი და რა მიზანს ემსახურება ბარტა და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა მოლოდინი გვაქვს ამ ნაწილში. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ბარტა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია, როგორც აღნიშნეთ, უკვე 6 წელია იმართება და დღეს უკვე მე-7-ად გამოცხადდა. მიღება უკვე დაიწყო განაცხადების, ამაზე დეტალურად შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ქართული კომპანიები თავისი ანგარიშგების, გამჭვირვალობის, გაუმჯობესების ტენდენციებს აჩვენებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე ზოგადად ანგარიშგების მაღალი ხარისხის დაწესებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ინვესტორების ნდობის ზრდის თვალსაზრისით და თუ უფრო კონკრეტიკაზე გადავალ, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ეს მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. აი, ნაწილი ყველაზე საინტერესო ნაწილია, რომელიც ახლა ახსენეთ კაპიტალის ბაზრის. მაგალითად, რა სახის გავლენა აქვს ამ ტიპის კონკურსებს? მე გეთანხმებით ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თან პრესტიჟული მე თვითონ კომპანიების წარმომადგენლების აზრი მეტნაკლებად ვიცი და სწორედ ამის გათვალისწინებით ვამბობ. თუმცა საინტერესოა ის, რაც ეხლა ყველაზე მეტად გვჭირდება რისი განვითარებას კაპიტალის ბაზარი. აი, ამაზე რა ტიპის გავლენა აქვს ამ ტიპის კონკურსებს? მე ვიტყოდი, რომ პასუხი არის საკმაოდ მარტივი. ზოგადად კაპიტალის ბაზარი, ინვესტორები ეფუძნებიან მათთვის უმნიშვნელოვანესია ნდობა. ზედამხედველის პერსპექტივიდანაც შემიძლია გითხრათ, რომ ზედამხედველობის პრინციპებიც კი გამჭვირვალობის და ნდობის არსებობას ეფუძნება. სწორედ ნდობა კომპანიების მიმართ, რა თქმა უნდა, აღვიძებს ინვესტირების სურვილს, ბაზრის განვითარების სურვილს და სწორედ ეს არის კაპიტალის ბაზრის ანიბანი. შესაბამისად, გამჭვირვალობა, მაღალი ხარისხის ანგარიშგება არის ნდობის საფუძველი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს და პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რა თქმა უნდა, რთული იქნება ამის მტკიცებით ფორმაში თქვა, თუმცა ქართული კომპანიების ანგარიშგების ხარისხის მაღალმა ხარისხის ზრდამ გამჭვირვალობა მოიტანა სწორედ ის, რომ საკმაოდ კარგი ტენდენციებია კაპიტალის ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომელიც ინვესტორების და მომხმარებლების დაინტერესებას უწყობს ხელს. კი ბატონო, რა სიახლეებს გვთავაზობს წლევანდელი ბარტა და ვინ არიან ისინი, ვინც იღებენ მონაწილეობას, ან ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, ქალბატონო? მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. წელს ბარტა იგივე პრინციპში იგივე პრიზებს თავაზობს, იგივე ნომინაციებს თავაზობს კომპანიებს. ჩვენ შარშან შემოვიტანეთ ახალი პრიზი, ახალი ნომინაცია, რომელიც იყო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის პრიზი. დანარჩენი ნომინაციები ჩამოთვლი მაინც მნიშვნელოვანი არის მაყურებლისთვის. ეს არის საუკეთესო კომპანია თითოეულ კატეგორიაში. ჩვენ 3 კატეგორიის მიხედვით გვყავს დაყოფილი კომპანიები. ეს არის მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო ზომის კომპანიები. აი ამ თითოეული კატეგორიიდან პრიზები იქნება როგორც საუკეთესო კომპანიისთვის, ასევე ეს იქნება წამახალისებელი
პრიზი და მდგრადობის ანგარიშის პრიზი. ანუ სამივე კატეგორია მიიღებს აი ამ სამ პრიზს. ნუ ჯამში 9 გამოდის და მე-10 პრიზი ეს არის განსაკუთრებული ნომინაცია. ამ ნომინაციით ჩვენ გვინდა წავახალისოთ ახალ ბედა კომპანიები, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა, როგორც ქალბატონმა მახსენა, უკვე 6 წელია მიმდინარეობს ეს კონკურსი და ყავს ბევრი კომპანია, რომელიც წლიდან წლამდე არის მუდმივად მონაწილე. და გვინდა წავახალისოთ ახალი კომპანიები. რაც შეეხება თქვენ მიკითხეთ, ვის აქვს უფლება? ესაც ამნიშნულოვანი, რომ კომპანიებმა იცოდნენ, შეუძლია თუ არა მაშინ მონაწილეობის მიღება. კი, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მოგეხსენებათ ეს არიან ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, არიან სახელმწიფო საწარმოები და სხვა. და ასევე მსხვილ კომპანიებს და ჯგუფებს. ეს არის ის კატეგორიები, ვისაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. დღეს ჩვენ ვაცხადებთ გახსნილად უკვე. ანუ დღეიდან დაიწყო განაცხადების მიღება? დაიწყო განაცხადება. და როდის სრულდება? თვის ბოლოს, ნოემბრის ბოლოს, უბრალოდ 30 ნოემბერს. 30 ნოემბერი 30 არის შესაბამისად 30 ნოემბერს სრულდება კი ბატონო. რა არის, რადგან ვახსენეთ საუკეთესო დებიუტანტი კომპანია, რა ტიპის ნომინაცია და რა შესაძლებლობას უხსნის ეს დებიუტანტს ამ ნაწილში, თუმცა ალბათ იმ ცნობილ ჩამონათვალიდან, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, რომელიმე ერთი მიმართულებით მომუშავე კომპანიას, აი ამ ნაწილში მისთვის რამდენად პრესტიჟული შეიძლება გახდეს ეს თავისი არსიდან გამომდინარე ეს სტატუსი. მე ვიტყოდი, რომ საუკეთესო დებიუტანტი კომპანია ისევე როგორც საუკეთესო პერფორმანსის მქონე კომპანია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, პრიზი. ძალიან სტიმულის მიმცემია ახალი კომპანიებისთვის. ეს ერთ მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ბაზარზე ყავს კომპანიები, რომელთაც თავიდანვე შეუძლიათ მაღალი ხარისხის ანგარიშგების და მაღალი დონის გამჭვირვალობის ჩვენება და არა მხოლოდ უკვე კარგად დაფუძნებულ მყარად, ბაზარზე მყარად ყოფი კომპანიებისთვის არის ხელმისაწვდომი მაღალი დონის ანგარიშგების და გამჭვირვალობის სტანდარტების ჩვენება, არამედ ახალ კომპანიებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა. ეს თავისთავად ბაზრის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ის, რომ ახალ კომპანიასაც შესწევს ძალა ამ მაღალ სტანდარტებს უპასუხოს, ეს თავისთავად უკვე თავად ბაზრის ამ მიმართულებით ბაზარზე არსებულ მაღალ დონეზე მეტყველებს. თვითონ აი ეს მიმართულება რამდენად არის მნიშვნელოვანი თავად კომპანიებისთვის, რასაც ქვია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდება, ფინანსური ანგარიშვალდებულება. რას აძლევს ეს კერძო სექტორს და თავად ამ სფეროს წარმომადგენლებს? როგორც ქალბატონმა ეკამ უკვე ახსენა, გამჭვირვალობა ნიშნავს ნდობას და ყველა კომპანიისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს საერთოდ ყველა სფეროში ნდობა ბაზრის მონაწილეების, ყველა დაინტერესებული პირების და მხარეების ნდობა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინვესტორი, რომელმაც შეიძლება პოტენციურად დააბანდოს თანხა ფული კომპანიაში, არა მხოლოდ ბანკები, ბანკები, რომლებმაც შეიძლება სესხი გასცენ, არამედ ასევე კომპანიის მომხმარებლები, მიმწოდებლები, თანამშრომლები, ყველა დაინტერესებული მხარეები ვერ იქნებიან ნდობით გამსჭვალულები, თუ კომპანია არის დახურული, თუ ის არ არის გამჭვირვალე და თუ არ ამჟღავნებს ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის თუნდაც ფორმით. კი ბატონო, სწორედ ამის გათვალისწინებით კითხავთ აქვე, რომ მაგალითად გრძელვადიან პერსპექტივაში თვითონ ამ კომპანიებზე როგორ შეიძლება იმოქმედოს აი ამ ჯილდომ და ამ კონკურსმა.
ძალიან პოზიტიურად. პირველ რიგში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულა, ადასტურებს, რომ რაც უფრო გამჭვირვალეა კომპანია, მით უფრო მეტი ინვესტიცია შეიძლება მოიზიდოს მან. მაგრამ გარდა მაგისა, იცით, მსოფლიო ტენდენცია უკვე ესეთი არის, რომ გამჭვირვალე კომპანიებს თვითონ შეიძლება იყოს აი რაღაც კონკრეტულად შოკოლადის მომხმარება, რომელიც მიდის მაღაზიაში, შეიძლება იყიდოს უფრო ისეთი ნაწარმი, ისეთი კომპანიის ნაწარმი, რომელიც არის გამჭვირვალე და რომელიც ასევე არის შეგნებული და ინფორმაციას არ მალავს და ასე ვთქვათ, გარკვეულ სტანდარტს შეესაბამება მსოფლიოში. ნუ ესეც არის აღიარებული პრაქტიკა. თვითონ რადგან ინვესტიციების ნაწილს შევეხეთ, რამდენად შეიძლება სერიოზულად დავუშვათ ინვესტორების მოზიდვის კუთხით თვითონ კომპანიებს სხვა მასშტაბის შესაძლებლობები გაუჩინოთ, როდესაც მათ აქვთ ფინანსური ანგარიშვალდებულებისა და დავუშვათ იგივე გამჭვირვალობის მექანიზმები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. საუკეთესო სტანდარტით ფინანსური თუ არაფინანსური ანგარიშგება გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კომპანიაში ძალიან მაღალ დონეზეა საოპერაციო საქმიანობა, ძალიან მაღალ დონეზეა რისკების იდენტიფიცირების მექანიზმი და ამ რისკების მართვის ჩარჩო, ასევე მაღალ დონეზეა კორპორაციული მართვის ეთიკა, კოდექსი, თანამშრომლებთან მოპყრობა. ეს ყველაფერი არის ის თანამედროვე სტანდარტი, რაც ინვესტორებისთვის არის გარკვეული სიგნალი, რომელიც მათ კარს უხსნის კონკრეტულად კომპანიაზე, ბაზარზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე. შესაბამისად, გრძელვადიანად აი ამ საერთაშორისო სტანდარტებთან, საუკეთესო სტანდარტებთან დაახლოება კომპანიებისთვის იმის მომცემია, რომ მათ თავისუფლად შეეძლებათ გასვლა როგორც ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ასევე კაპიტალის ბაზარზე. ეს არის სიგნალი ინვესტორებს. და ჩვენი საუბრის ბოლოს რა ტიპის ინფორმაციის წარმოდგენა ევალებათ კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მიზნით და დავუშვათ გადაწყვეტილება როგორ მიიღება, პრინციპი როგორია, ანუ ამ წარმოდგენილი რაღაც გარკვეული გრძელი სიიდან ხდება მოკლე სიის არჩევა თუ როგორ ხდება ეს მექანიზმიც, რომ აუხსნათ მაყურებელს? ნუ რა თქმა უნდა, ყველა ანგარიშგება, რომელიც იწარმოება, ეს არის ფინანსური, არაფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება, ESG გარემოს სოციალური და მმართველობითი, ასევე რა თქმა უნდა კორპორაციული მართვის და ასევე სამომავლო გეგმების შესახებ. ეს ყველა ანგარიშგება კომპეტენტური, ძალიან მაღალ პროფესიონალური ჟიურის მიერ იქნება შეფასებული და რა თქმა უნდა შედეგები საკმაოდ საზეიმოდ გამოცხადდება ძალიან მაღალი. თვითონ დაჯილდოების ღონისძიება როდის იქნება? დაჯილდოების ღონისძიება იგეგმება 2026 წლის თებერვლისთვის. გასულ წელს 29 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ეს ბევრია თუ ცოტა? საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია, რაც მთავარია ტენდენცია არის აშკარად ზრდისკენ, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ძალიან მაღალი იქნება ინტერესი და შესაბამისად თებერვალში უკვე ერთად გამოვავლენთ და რა თქმა უნდა ბიზნეს პარტნიორი აი ამ ღონისძიებას აუცილებლად უკვე დაჯილდოების ცერემონიალს აუცილებლად გააშვებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ამ კონკურსში მონაწილე ყველა ადამიანს და კომპანიას თავისთავად.